შეძლებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესებში დაბრუნებას. ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ეს შესაძლებელი იქნება თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება. კუბილიუსმა საქართველოს შესახებ კომენტარი ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა. დღეს ბრიუსელში ევროკომისიის ორგანიზებით გაფართოების პირველი ფორუმი იმართება, რომლის სლოგანი კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა. ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები, რომლებთანაც ევროკავშირს მაღალი დონის ურთიერთობები შეჩერებული აქვს, ფორუმზე მიწვეულები არ ყოფილან. როგორ შეგვიძლია ამ ეტაპზე დავეხმაროთ საქართველოს, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და უკრაინის ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებით. ეს საქართველოსაც დაეხმარება, რადგან იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ გაფართოება რეალურად ხდება. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი ან როგორც არ უნდა ვუწოდოთ, საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ გაფართოება უნდა დავივიწყოთ. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიო არგუმენტი და მტკიცებულება დავდოთ. ევროკავშირის გაფართოება მოხდება და საქართველოს შეძლებს ამ პროცესზე დაბრუნებას, რა თქმა უნდა, თუ ცვლილებები მოხდება. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ალექსანდრო მონტიანუ, უკრაინის ვიცე-პრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ტარას კაჩკა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და თავად ანდრიუს კუბილიუსი იღებდნენ. დისკუსიის მოდერატორი EUREP დირექტის მმართველი დირექტორი რომენ ლეკინიუ იყო. მარტა კოსის თქმით, ევროკავშირის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან რთულია. რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რასაკვირველია ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება თუ ვის მივცემთ ფულს. ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ახლა ვეძებთ გზებს თუ როგორ მივცეთ ფული, ისე რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა. მაგალითად, გასულ კვირას გქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა. 4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს შეფასებული იყო როგორც ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად ჰქონდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. ანგარიში ხაზგასმული იყო, რომ ქართული ოცნების ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. დოკუმენტში ასევე ეწერა, რომ მნიშვნელოვანი უკუცვლა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უძღვრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლო სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით.